გამარჯობა მეგობრებო. დღეს რეიკის ისტორიას ვიხილავთ. რატომაა რეიკი ლაბორატორიაში და რატომ არა. ეხლა ვიწყებთ ისტორიას. 1 2 3. წინა ვიდეოში ვთქვი, რომ ისტორიას გადავიღებ თამაშებზე, ჰენობრაინის ვიდეოში და მოგიყვებით. დაიწყო. ესაა ლაბორატორია. თბილისიდან, კუმისიდან ჩაიყვანეს ამერიკის ლაბორატორიაში და თქვა, ესაა ჩვენი ლაბორატორია და მოგიყვებით. რეიკი რატო ყვირის? რეიკი ყვირის, რომ უცნობ ადგილზეა. ვერ მიეჩვია ამერიკის პირობებს. ის გონია, რომ ხახვისგანაა, ისეთი თეთრია და ცოტა უზრდელია, და მე გეჯახება და გაქცევს და გაგერთიშავს. რეიკი არის სპეციალური ექსპერტი. აიდანაც აქია ლაბორატორიაში აღწევენ. ესა საიდუმლო ლაბორატორია. არ იცის ან რავი. ესა სპეციალური საგარი, სადაც რეიკი თაშები. იქ ჩაიკეტება და ვიღაც გამოდის სამუდამოდ. მეგონი ცურავს ისე ჭამხა. ეს არის სპეციალური კომპიუტერი. ეს ახსნაცა და ისიც რა ქვია ისტორიას. და ახლა ხარხანაზე რომ გადავედით. აქ წერია. თუნდაც აიკითხე და გადათარგმნე. აქ წერია რაღაცა. რომელსაც ვერ ვკითხულობ. ტელეფონით ვიღებ და პლანშეტში წავიკითხავ და ცოტა თარგმნი. ინფორმაცია, როცა ამ თამაში შეხარ წაიკითხე, ხა რეიკის ისტორია. ეს შედის ხელებ გაშლილი ყვირის და მეც არაფერს არ აკეთებს. სულ ესაა. ეს გოგო გადაჭრა. ეს არის დათური ხმა, რეიკი არის ადამიანთან შეჯვარებული. მე ჩემი აზრით ვამბობ, ჩემს სიტყვებით, რომ ადამიანთან შეჯვარებული პოლონეთის დათვი რა, პოლონური დათვი. თეთრი დათვი შეჯვარდა ადამიანთან და მეტი არაფერი. დავჭრა რეიკი. რეიკი და რატომღაც გოროკია და ჩვენ არ ვიცით, მაგის მიზეზი რატომაა. რეიკიზე ისტორია. ეს დანარჩენ ვიდეოებში თუ დალაიქეთ და გამოიწერთ ახლა, ამას ბევრი ლაიქი ექნება. ამ ისტორიას და ამ ისტორიას მოვიძებ და გადავიღებ ინფორმაცია. და თქვენ მანამდე რეიკის ისტორია მოусმინეთ და არ დამთავრდა. ესეთი პიზა ფარიარე მოსწია მომდევნო. ეხლა ძალიან უცნაურად ხახვია თუ ხორციდან როგორაა ეს რეიკი. დიდი კირი აქვს, რაც თქმა უნდა და კიდევ უხერხებია. აქ პატარა რაღაცა და არის უცნაური. აქ არის აქედან გამოუშვეს რეიკი. ესაა რეიკის ოთახი. ესაა რეიკი. აბა ვასრულებთ, სულ ეს პატარა ხანი იყო, რომ მე დამილაიქო და გამოიწერო და ეგა რეიკის აღწერა და ისტორია და აბა კარგად